ეხლა საირმეში მაგალითად რა, რასაც აპროტესტებს ეს ხალხი ყველაზე მეტად. ანუ ამ იმან რა ქვია ბიზნესმენმა ააშენა ეს კურორტი და მანამდე ამ კურორტში საირმეში ძალიან ბევრი ადამიანი ისვენებდა. ძალიან დიდი ისეთი მრავალათასიანი დამსვენებლის ყოლი კურორტი იყო. მას შემდეგ რაც ეს სასტუმრო აშენდა, იმდენად შეიცვალა ეს რა ქვია ფასები. Იმიტომ რომ სულ სხვა სეგმენტზე გათვლილი ბიზნესი არის უკვე რომ ის ბევრი ადამიანი რომელიც მანამდე ისვენებდა, ვეღარ ჩამოდის. ფული არ ყოფნის ფიზიკურად და გახდა მხოლოდ იმ ხალხის დასვენების ადგილი, რომელსაც შედარებით დიდი კაპიტალი აქვს, რა შეიძლება უცხოელები იყვნენ საერთოდ უმეტესობა. და ამ ადამიანებს მაგალითად უკვე აღარ ყოფნით არც ეკონომიკური რესურსი და არც უფლებას აძლევენ საიმისოს, რომ მათაც შეძლონ ამით რაღაც ხეირის ნახვა, ხვდები? ანუ მთლიანად ამ ადამიანმა ოკუპირება მოახდინა ამ რეგიონის და ახლა რასაც შვება არის თითქოს სამუშაო ადგილებს ქმნის და ამ ადამიანებს მაშინ როცა მთელი ბიზნესი და მეურნეობა რაღაცა ქონდათ იძულებულს ხდის რომ დაიწყონ მასთან ხელფასზე მუშაობა და თან ამის მადლიერები უნდა იყვნენ ხვდები და ეგ ხდება ტოტალურად მთელ ქვეყანაში ყველა სექტორში ყველა ინდუსტრიაში ანუ რაღაც ერთეული ბიზნესმენები ესაკუთრებიან ადამიანების და სახელმწიფოს ქონებას და წოვენ ყველაფერს რა და ანუ ეს ლოგიკა არის რომელსაც ხარს უჭერს პოზიციაც, ოპოზიციაც, იმიტომ რომ არ ვიცი კონკრეტული ბიზნესმენები, ეხა კი ოპოზიციაში არიან, მაგრამ მთავრობაში თუ მოვლენ რეალურად ამ ლოგიკის ცვლილება არ უნდა, ხვდები? ანუ ეს მათ ინტერესში არის, რომ არც ერთმა ადამიანმა ხმა არ ამოიღოს, არ ქონდეს აგენტობა, შეკავშირება ვერ შეძლოს, იმიტომ რომ მესამე დღეს ეს ადამიანები საკუთარ ძალას რო დაინახავენ, ეტყვენ რომ არა, ძმო, ანუ არ მოსულა ესე, აღარ მოგცემ და არ ჩაგადგმევინებ აქ ეს, არ დაგატპორინებ ჩემს მიწას.